დიდი ბრიტანეთი დაახლოებით ერთ თვეზე მეტია აღარ გადასცემს ამერიკის შეერთებულ შტატებს სადაზვერვო ინფორმაციას გემების შესახებ, რომელიც გადაადგილდება კარიბის ზღვაში და რომელთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ამ გემების საშუალებით გადააქვთ უკანონოდ ნარკოტიკები. ამ შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს CNN-ი. აღსანიშნავია ის, რომ დიდი ბრიტანეთი წლების განმავლობაში ეხმარებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს სადაზვერვო ინფორმაციით, იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვას დაეკავებინათ ნავები და გემები, რომელთა დაკავშირებითაც არსებობდა ეჭვი, შემდგომ ჩაეტარებინათ მონიტორინგი ამა თუ იმ გემის და დაეკავებინათ ეკიპაჟი თუ, რა თქმა უნდა, აღმოაჩენდნენ ნარკოტიკს გემზე. სექტემბერში, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ნავებზე იერიშები, დიდმა ბრიტანეთმა შეშფოთება გამოთქვა ამასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელ სამხედროებს შეეძლოთ ლონდონის მონაცემების გამოყენება სამიზნეების ასარჩევად. ვკითხულობთ CNN-ის ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით. ოქტომბერში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ დარტყმები, რომლებსაც 76 ადამიანი ემსხვერპლა, საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენდა. CNN-ის წყაროს ცნობით, დიდი ბრიტანეთი ეთანხმება ამ შეფასებას. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან როგორც წესი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად ყოველთვის იყვნენ მოკავშირეები. ამ საკითხთან დაკავშირებით წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთი უზიარებდა სხვადასხვა ტიპის მონაცემებს, სადაზვერვო მონაცემებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. აღსანიშნავია ის, რომ დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ. ჩვენი დიდი ხნის პოლიტიკა, რომ არ გავაკეთოთ კომენტარი სადაზვერვო საკითხებზე, ასე უპასუხეს CNN-ს დიდ ბრიტანეთში.